ყველა სჭირდება საქართველო რაღაცასთვის და ყველა ხმარობს ჩვენ. პირდაპირ ეს სიტყვა რომ ვიხმაროთ. და თუ ჩვენ ვერ შევძელით, თუ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აქტიურობა არ ავწიეთ, ესე ვთქვათ პირდაპირ, თუ ისევ იმგვარი არჩევნები ჩავატარეთ, ვინც მოგვიყვანა ეს ხელისუფლება, თუ ისევე ხან პენსიებზე, ხან შაქრის ტომარაზე გავცვალეთ ჩვენი ხმები, ჩვენ ამას ვეღარ მივახცევთ. მაშინ ისევ შეიძლება ეს ხელისუფლება მოვა ისევ ვიღაცის ხელდასმული მართველი პირველი პირი და გაგრძელდება იგივე. ჩვენ უნდა გვეყოს მოსახლეობას, ქართველებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ის პოლიტიკური აქტიურობა, რომელიც მოგცემს საშუალებას ჩვენთვის ღირსეული, პატრიოტი, პროფესიონალი ხელმძღვანელი ყოლდეს. საქართველოში იმდენია ძალიან ღირსეული, ძალიან პატრიოტი, დიდი პროფესიონალი, ნებისმიერი პროფესია ავიღოთ, გითხე და მე დაგისახელებ არაერთ კაცს. მაგრამ ისინი სულ ყველა საქმის არ აკარებენ. ისინი სულ ყველა ხედავენ ამ უბედურებას, სადაც საქართველოში ხდება და მხოლოდ აი ამ პროტესტის თქვათ ის აქციები იქნება თუ სტადიონზე შევხვდებით რაღაცა, ესე გამოხატავენ. მათ არავითარი აი დაფასება, დაფასეს ქართველი პროფესიონალი, ვისაც მართლა უნდა რომ საქართველოს დავაგანოთ ფერზე. ეს ხალხი დღეს გარიყულია. ინტელიგენციას ძალიან ბევრი შეეძლო გაეკეთებინა, მოდით ვთქვათ. ხო არ შეიძლება აი ამ პირობებში ამ უკანასკნელი ვთქვათ, ავიღოთ რამოდენიმე აფრთხილები. სულ ყველას რომ მოერგო, ხო არ შეიძლება. ხო უნდა იყოს რაღაც პროტესტის გზნობა, ხო? მინიმუმ განახლებული ხალხის, ვისაც რაღაც გავლენა აქვს ჩვენ საზოგადოებაზე, ხო? როგორ შეიძლება ყველას, როგორ შეიძლება დღეს არ გამოხატო პროტესტი იმაზე, რაც ხდება საქართველოში. მაგრამ ხალხი ხო გამოხატავს, ბატონო. ხალხი რო გამოხატავს, ხალხს ჭირდება ძალიან სერიოზული მეკვლე, ესე ვთქვათ რა. დიდი რაოდენობა ჭირდება ამას ის ხალხი, ვისაც ხალხი აყვება დაუჯერებს. და როცა ეს ხალხი იფანტება, ზოგი ნახულობს რაღაც გამოსავალს, ზოგი ერიდება ამ გართულებას, არ გამოვა ეს, არ გამოვა. უნდა ყველამ ერთად იბრძოლოთ იმაზე, რომ საქართველოში მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება. არც მოსკოვის დასმული, არც ვაშინგტონის დასმული, არც ევროპის დასმული. მივახციოთ ამას და მე დავასახელებ რამოდენიმე ქვეყანას, სადაც ამას მიაღწიეს. სწორედ იმ პოლიტიკური აქტიურობით, ერთსულოვანი ხედვით, შემიძლია დავასახელოთ ერთ-ერთი მაგალითად ბალტიის პირეთის ქვეყნები მიაღწიეს ამას. მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ხლა პატარა ქვეყანა ვართ, ახლა ამ დღეში ვართ, რაღაც გავლენები იქნება, მაგრამ ამ გავლენების რეგულირებაც შეიძლება, თუ ყველას აინტერესებს შენი მდგომარეობა, შენი ვთქვათ, ну, რასაც ვისაც რა აინტერესებს, გასაგებია, ხო? ზოგს ტერიტორია, ზოგს საჰაერო სივრცე, ზოგს რაღაც ნახშირ წყალგაზების გამტარი ტერიტორია, გასაგებია. მაგრამ ამ ბალანსში შენი ქვეყნის ინტერესები ხო უნდა დათმო. ესეა. ჩვენ თუ ამას არ მივახციეთ, აი დღეს ვინ იქნება ლაპარაკობ, ჯერ ვინ იქნება არ ჩანს. იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი ეძებს გამოსავალს იმაში, რომ მე დამიჭერს ხარს ვიღაც ამერიკელი სენატორი, ან რუსის დუმის რომელიმე კომიტეტის უფროსი, ან თქვათ რომელიმე წამყვანი პოლიტიკოსი. ეს არ არის გამოსავალი. აქ ევროპაში გვინდა სირბილი, აი ჩვენ აქ უნდა დავძეთ, აი ესაც შეიქმნა ახლა, თუ აქ შევძლებთ იმას, რომ დავანებოთ თავი, დანარჩენს არ გვინდა არავის ქვეყნა, ჩვენ მივახციოთ, რომ ჩვენთვის მისაღები ხელმძღვანელი ავირჩიოთ საქართველოში და პრინციპულები ვიყოთ არჩევნების დროს. აი მაშინ საქართველოში მართლა ძალიან მალე დაიწყება ძალიან სერიოზული წინსვლა და ვიქნებით ერთ-ერთი წამყვანი პატარა ქვეყანა არა მარტო ამ რეგიონში. ეს რეალობა. რესურსი არის, ჯერ აიგივე ყველაზე მეტი აი სულ ფიქრობ ხოლმე და სულ
გული მწყდება, გული ტკივა, უფრო სწორი სიტყვა იქნება იმაზე, როდესაც აი ვადარებ ხოლმე უცხოეთის ბევრ ქვეყანას და აი იგივე ადამიანური რესურსი, აი რაც არის ჩვენთან, როგორი ჭკვიანებიც არიან, როგორი სხარტი გონების, როგორი ნიჭიერებიც, აი ამაზე გასაგებია რომ ეს თქვათ იგივე ეს ჭკუვაც, ეს სისხარტეც გონების, ეს ნიჭიც გამოწვეულია არაკარგი ცხოვრებით და სულ გაჭირვებაში იყო საქართველოს და სულ რაღაც გზას პოულობდა რომ რაღაც გამომძვრალიყო იმ სიტუაციიდან. იმიტომ გვიყვარს ჩვენ ყველას, იმიტომ ესე ძლიერ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, რომ აი როგორც დედას თავისი ავადმყოფიშვილი რომ უფრო უყვარს. გასაგებია რომ ფრანგსაც უყვარს თავის ქვეყანა, იტალიელსაც, ამერიკელსაც, ამაზე არ დავთ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას აი მუდმივად უჭირდა. სულ რაღაცა ისეთი ის იყო, სულ მძიმე პერიოდი ქონდა ყოველთვის და ამიტომ ხო უფრო გიყვარდება. აი სულ ვფიქრობ ხოლმე ხანდახან რომ უცხოეთში მეკითხებია რომ რატო ცხოვრობო იქაო, წამოდიო აქაო და აი რო წავალ ერთი კვირის მერე, აი ოდნავ რომ გრძნობ რომ კარგად ავარ, უფრო მეტად ვითრგუნები იმით რომ აი აქ რა ხდება და შეგენა დაბრუნდა. იმიტომ რომ აი ამას რაღაც სხვა აქვს ეს როგორც დედას არ გაყიდდი და გაცლი არაფერზე, ხო ისეთი ის არის, მაგრამ მუდმივად ეს რატო დავიწყე ლაპარაკი, რომ აი იგივე ადამიანური რესურსი არის აქ იმისი, რომ აი ხელისუფლება მაინც შეიძლება ხო კარგი გყავდეს. მეფეები ხო გყავდა კარგი არა. აი ისე რომ მართლა ვიღაცის დასაცინი არ იყოს, ხანდახან მცხვენია ხოლმე, აი მორიდებით კულტურულად გეკითხებია რომ თქვენს პრეზიდენტზე რას ფიქრობთ ან და მე რომ იტყვი რომ ეს არ არის თქვა ტიპიური ქართული მოვლენით რომ ვიღაცას გონია რომ ეს არის რაღაც განუვითარებელი რაღაც ერთი ქვეყანა. თან ყველაზე მეტად რაზეც ვგიჟდები ხოლმე რომ არის რომ რაღაც ახალი ქვეყანა. ამას იმიტომ რომ ეს ხო დაიწყო დამათ სულ ამას ნერგამენ რომ ახალი ქვეყანა. ახალი ქართველები უნდა. ახალი ქართველები უნდა. ეს არის უბედურება. ერთ შედარებას ვეფრამ ახალთან დაკავშირებით რა. ეხლა ჩემებასაც ჯერ ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი ვინა ვარ, იმიტომ რომ ხა ცნობადი სახე მე არა ვარ. მანამდე მე ვიტყვი ვინა ხარ. ცნობილი სპორტმენი ხარ? მანამდე მე ვიტყვი რა ვინა ხარ. მე მეგონა რომ ყველა გიცნობს, ამიტომ არის კენი, იმიტომ რომ ბევრი იცნობს და ძალიან ბევრი იცნობს. თქვენ ხართ არა პირველ რიგში